აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი კვირაულის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლის პედაგოგებს და მოსწავლეებს შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარემ სკოლის დირექტორს და პედაგოგებს მადლობა გადაუხადა აფხაზური ენის დაცვის, განვითარების, პოპულარიზაციისა და შენარჩუნების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და აფხაზეთის მთავრობის სიგელები გადასცა. ფერიის საჯარო სკოლაში 500 ბავშვი იღებს განათლებას, სადაც 70% ეთნიკურად აფხაზია. 2015 წლიდან აღნიშნულ სკოლაში აფხაზური ენა არჩევით საგნით ისწავლება. ჩვენ ვართ ამ სკოლაში, რათა დავაჯილდოვოთ სიმბოლური საჩუქრებით ჩვენი პედაგოგები, რომელიც ესე იცავენ აფხაზურ ენას და ეთნოს და მინდა ასევე გამოვიყენო შესაძლებლობა და ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო არა მხოლოდ აი ამ სკოლას, არა მხოლოდ აი ამ პედაგოგებს, არამედ ზოგადად აჭარის საზოგადოებას და მთავრობას იმისათვის, რომ ესოდან დიდი მხარდაჭერა და დახმარებას უწევენ აი ამ სკოლას და იმ პროცესს, რომელიც არის დაკავშირებული აფხაზური ენის დაცვას და გამცობას. 2015 წლიდან ფერიის საჯარო სკოლაში ისწავლება აფხაზური ენა და სწორედ ფერიის საჯარო სკოლის პედაგოგები დიდი რუდუნებით და დიდი ყურადღებით ემსახურებიან აი ამ მნიშვნელოვან სამამულიშვილო საქმეს. მე მადლობა მინდა გადაუხადო ბატონ რუსლანს ფერიის საჯარო სკოლის პედაგოგის დაფასებისთვის და ძალიან გაახარა აფხაზი და ქართველი მოსწავლეები. ჩვენი მოსწავლეები დახვდნენ აფხაზური სიმღერებით, შეუსრულეს აფხაზურად მოთხრობები. უნდა აღნიშნოს, რომ გაზაფხულზე ფერიის საჯარო სკოლის თეატრალურმა დასმა სოხუმის სახელწოდებით დადგა კიდევ ერთი რიგითი სპექტაკლი, იქ სადაც სიყვარულია, სადაც ჩაქსოვილი არის ქართველ და აფხაზ მოსახლეობის სიყვარული და ურთიერთდაფასება.